შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ პატიების შესახებ. დილამშვიდობის დაგლოცეთ მამაცად. დილამშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობა მოწვევისთვის. თქვენს გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ. საკმაოდ მნიშვნელოვანი თემის შესახებ უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის პატიება. თუმცა თუ გვინდა რომ მოგვეტეოს ჩვენი ცოდვები შესაბამისად, ამისათვის უნდა გააჩნდეს ადამიანს გულწრფელი სინანული. ზოგჯერ არის ხოლმე ასე, რომ ადამიანი თითქოს სიტყვიერად ინანიებს, მაგრამ გულში სიცარიელი აქვს ვთქვათ და რომ გითხრათ რა არის ეს სიტყვიერი სინანული და გულიდან შინაგანი სინანული. დიახ. პირველ რიგში მარხვის პერიოდში ვართ, დიდი მარხვა არის და უკვე ნახევარი მარხვა გავიდა, განზოგება იყო ერთი კვირის წინ და ეხლა ჩვენ ალბათ კიდევ უფრო მეტად გვმართებს, რომ დავფიქრდებთ საკუთარ თავზე და საკუთარ ცოდვებზე. პატიება და სინანული ძალიან დიდ კავშირშია ერთმანეთთან. როდესაც ფიქრობ ადამიანის საკუთარ ცხოვრებაზე, აი მაგალითად თუნდაც ერთ დღეზე როგორ გაიარე ეს დღე და ძალიან ბევრ რამეს შეამჩნევ საკუთარ თავში, რაც არასწორად გააკეთე. შეიძლება საქმით არა, მაგრამ გონებით და ასე შემდეგ. როდესაც ფიქრობ ამ ყველაფერზე, ამჩნევ საკუთარ თავში რამდენად ცოდვილი ხარ ადამიანი, რამდენ შეცდომას უშვებ ცხოვრებაში და თავისთავად ცხადია, როდესაც ამას აცნობიერებ, მოდის სინანული. როდესაც სინანულში არის ადამიანი, მისი სული სხვა ადამიანების მიმართ უფრო მოწყალი არის. უფრო მოწყალებითი განწყობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ და არც განიკითხავს მათ, უფრო მეტად პატიობს კიდევაც მათ და კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე და გავიაზროთ რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი. უნდა გავიაზროთ ასევე ის, რომ რამდენად დიდი წყალობა არის ამ ქვეყნად, რომ ადამიანი არსებობს, რომ ღმერთმა მას არსებობა მისცა. და დიდი მარხვა არის ხომ და აღდგომას ველოდებით. სანამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დადგება, იქამდე ვნების შვიდეული არის. ჩვენ ამ ვნების შვიდეულში კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ და იქამდეც რა თქმა უნდა, რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო ღმერთმა ჩვენთვის. ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელიც ცოდვით დაეცა. ადამიანი ვეღარ გაჩერდებოდა სამოთხეში, ღმერთთან კავშირში ვეღარ იქნებოდა, ამიტომ ის განიდევნა სამოთხიდან. იმ საუკუნეების განმავლობაში, სანამ ღმერთი განკაცდებოდა, ადამიანი უმეტესწილად ღმერთს შეურაცხყოფდა და დღესაც გრძელდება ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ღმერთი განკაცდა და მოევლინა ქვეყნად კაცობრიობის ხსნისთვის. აი დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ ადამიანები ღმერთი როგორ მივიღეთ. ღმერთი ჯვარს აცვა კაცობრიობამ. რა თქმა უნდა, გარკვეულმა ნაწილმა ღმერთი მიიღო, მაგრამ ღმერთი ხო ჯვარს ეცვა ადამიანური ბუნებით. შეურაცხყოფილი იქნა ღმერთი ადამიანური ბუნებით და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღმერთმა ადამიანი მაინც შეიწყალა. რამდენად დიდი არის მოწყალება ღვთისა გაღებული ადამიანზე. ამაზე როდესაც ვფიქრობთ, უფრო მეტად მოწყალე უნდა ვიყოთ შესაბამისად სხვა ადამიანების მიმართ. თუმცა აქ არის ალბათ პრობლემა, რომ არ ვფიქრობთ, ხო, ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერზე. დიახ, პრობლემა ნამდვილად ეს არის, რომ ხშირად ამაზე არ ვფიქრობ და უნდა დავფიქრდეთ. ღმერთმა ჩვენ გვასწავლა ლოცვა. მამაო ჩვენო, რასაც საუფლო ლოცვა ქვია. და როდესაც მამაო ჩვენოს ვამბობთ, ის მთავრდება შემდეგი სიტყვებით, ხო? რომ მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და წმინდა მამები ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ როდესაც ქრისტემ ეს გვასწავლა, ყველაზე მეტად ამ სიტყვებზე გაამახვილა თავად ყურადღება. რომ ამ ლოცვის შემდგომ უფალი ამბობს, რომ თუ თქვენ მიუტევებთ შეცოდებებს თქვენს მოყვას,
ღმერთიც მოგიტევებთ, მაგრამ თუ არ მიუტევებთ, ღმერთიც არ მოგიტევებთ თქვენ შეწოდებებს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ამ ყველაფერზე, რომ როდესაც ადამიანზე უბრაზობთ, რაღაც გვაწყენინა, შეიძლება ეს შედარებითია, ვიღაცას მეტად აწყენინეს, ვიღაცას ნაკლებად აწყენინეს, მაგრამ ამაზე არ არის ახლა საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ შენ თუ ამ ადამიანზე აი ამ ცუდ ფიქრებს შეინარჩუნებ, მრისხანებითი დამოკიდებულება გექნება მასთან, არაპატიებ იმ დანაშაულს, რაც შენს მიმართ არის ჩადენილი, არც ღმერთი არ გაპატიებს. ესე იგი, ღმერთის მოწყალებას უარყოფს საკუთარი თავის მიმართ. საკუთარ თავს უნებ. რომ გიყვარდეს მტერი შენია, ხო? დიახ. და საკუთარ თავს უნებ ამითი. ანუ შენ საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიხარ, როდესაც არ გინდა აპატიოს სხვას დანაშაული. და კიდევ ერთხელ უნდა დაუფიქრდეთ იმაზე, რამდენ დანაშაულს ჩავდივართ ადამიანები ღმერთის მიმართ და რამდენს ვპატიობს. სულ სხვა არის დანაშაული ღმერთის მიმართ, სულ სხვა არის დანაშაული ადამიანის მიმართ. გაცილებით დიდი არის, რასაც ღმერთის წინააღმდეგ რასაც გააკეთებ. იმიტომ რომ ის ღმერთი არის, ის არის შემოქმედი. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ საუბრობდით, ხოლო ეხლა ხანს რომ ყველაფრის მიუხედავად ღმერთი ხო გვპატიობს ჩვენ. ყველაფრის მიუხედავად ღმერთმა ხო ადამიანის შექმნა, ადამიანის გულისთვის განკაცდა და ჯვარს ეცვა. აი რა უფლება გვაქვს ჩვენ რომ დავფიქრდეთ, რომ სხვა ადამიანს რაიმე არ ვაპატიოთ. იქნება ეს დიდი შეწოდება თუ ნაკლები შეწოდება. თუმცა ადამიანის ბუნება ასეთი არის, მომწონდა და სწორედ ამაში უნდა განვლიოს ალბათ ადამიანმა თავისი ცხოვრება, რომ ამ ყველა ცოდვას შეეწინააღმდეგოს თავისთავად. როგორ უნდა გამოვიმუშაოთ ჩვენს თავში, რომ გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, არა მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ასე შემდეგ, ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხომ, არამედ ნებისმიერი, ვინც თუნდაც ჩვენს მიმართ ბოროტქმედებას ჩაიდენს, როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ეს სულიერი სიმშვიდე, ასე ვთქვათ და გავაღვიძოთ ჩვენში სიყვარული, რომელსაც გვასწავლის უფალი, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, იყავი მიმტევებელი, ხომ? თავიდან ალბათ შეიძლება რთული არის ამ ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ რა გვეხმარება ამაში, რომ დავძლიოთ ეს ყველაფერი? პირველ რიგში ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ სინანული. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს შენ რამდენად ცოდვილი ხარ, რომ სხვა ადამიანის მიმართ კონდეს ესეთი განწყობა. თუ შენ ვერ აცნობიერებ შენ ცოდვილობას, თანანადები რა არის ეს ვალებს, ასე ვთქვათ, რამდენი ვალი გაქვს ღმერთის წინაშე და ამ ვალს რომ ვერაზროს ვერ გადაიხდი, უფალი რომ მოწყალე არ იყოს. აი სხვა ადამიანის მიმართ შემდგომ ვფიქრობ, რომ ის ადამიანიც, თქვათ, შენს მიმართ რაღაც დანაშაულს თუ ჩადის, მაინც გაცილებით მცირე არის იმასთან შედარებით, რასაც შენ ღმერთის წინააღმდეგ აკეთებ და ღმერთის საწინააღმდეგოდ. ესეთი იგავე არის მოთხრობილი სახარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, ეხლა თქვენ რა კითხვას დამისვით, ფაქტობრივად იგივე განწყობით იყო, შეიძლება ითქვას და არც იცოდა პეტრე მოციქულმა რა არის, თქვათ, ამ შემთხვევაში სიმაღლე ქრისტიანობისა. პეტრე მოციქულმა იმიტომ არ იცოდა, ვთქვათ, რომ ის იუდაურ წიაღში იყო გაზრდილი და იქ სხვადნაირი, ვთქვათ, დამოკიდებულება იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ადამიანურ ბუნებაზე იყო საუბარი, რომ ადამიანს მაინც უჭირს ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ რაც მას შემდგომ რაც ცოდვით დაეცა, ადამიანი თითქოს გაურებული არის. უნდა რომ სიკეთე გააკეთოს, მაგრამ რაღაც მაინც უშლის ხელს. მაგრამ საკუთარი თავის იძულება არის ამ შემთხვევაში აუცილებელი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. აი პეტრე მოციქული რასაც ეკითხება ქრისტეს, რომ როდესაც გაიგო იმის შესახებ, რომ უნდა მიუტევოს და ფაქტობრივად მიხვდა, რომ ეს იმიტევებაზე არ არის საუბარი, რომ როგორც იუდაურ წიაღში იყო. იუდეველები ასწავლიდნენ, რომ შეიძლება სამჯერ აპატიო ადამიანს, მეოთხეჯერ აღარ უნდა აპატიო. და გასაგებია ეს, თქვათ, ძველი აღთქმის რჯულისთვის კიდევ უფრო ნიშნეული არის, მაგრამ პეტრე მოციქული ამაზე მეტად თითქოს მეტი სულგრძელება გამოიჩინაო, ამბობენ წმინდა მამები მისი აზრით და უთხრა, რომ 7ჯერ მიუტევოთო? და მაცხოვარი ეუბნება მას პასუხს ცემს, რომ არა თუ 7ჯერ, არამედ 70 გზის 7ჯერ. რაც ჯამში 490 არის, ხო? რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არის, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ციფრებზე არ არის საუბარი. აქ არის ასევე სიმბოლოებზე საუბარი, რომ 7 რას ნიშნავს.
7 დღის შემდგომ ყველაფერი საკუთარ თავს უბრუნდება, ხო, ასე ვთქვათ და კვირა ისევ თავიდან იწყება. 7 წმინდა წერილში აღნიშნავს სიმრავლეს, ისევე როგორც 1000. და ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ სულ უნდა მიუტევო. ხო, შეიძლება მართლა 490 ჯერ არ შეგცოდოს ადამიანმა, მაგრამ მართლაც რომ მაგდენი იყოს და უფრო მეტი, უნდა მიუტევო. სხვა გზა არ აქვს ადამიანს. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც მამაუჩვენოს წაიკითხავ, რომ მაცხოვარს, როდესაც ღმერთს მიმართავ, რომ მოგვაპატიე ჩვენი ვალები, ჩვენი ცოდვები, ისევე როგორც ჩვენ პატიობთ, ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ერთგვარი ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ გარიგებაც არისო ღმერთთანო, ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა ამის უფლება და ის პირობა თვითონ დადო ჩვენთან, რომ თუ ჩვენ არ ვაპატიებთ, ისიც არ გვაპატიებს, მაგრამ თუ ვაპატიებთ, გვაპატიებს. აი ამ დროს მამაცოდნე, როდესაც ვთქვათ ჩვენ პატიობთ ხო და ვითხოვთ უფლისგან, ну აი როგორც მე ახლა ვაპატიე, ხომ არ ხდება ის სწორედ ის გარიგება, რასაც თქვენ წერეთ ახლა, რომ თითქოს მე ახლა ველოდები ჯილდოს, რომ აი მე ახლა კეთილი საქმე გავაკეთე, ვთქვათ მიუტევე ეს ცოდვები და ახლა მინდა რომ სიკეთით დამიბრუნდეს ეს ყველაფერი. ეს რა მდგომარეობაა და პირიქით ცოდვაში ხო არ ვარდებით ამ დროს? რა თქმა უნდა, ამ დროს ჯილდოს იმ გაგებით არ უნდა ელოდებოდე, რომ მაშინ აი ნახეთ თუ ჯილდოს ელოდები და მხოლოდ იმიტომ ამბობ რომ ვაპატიე, ესე იგი შენ ფარისევლობ, გულით არ გიპატიებია. ამ დროს მთელი გულით უნდა აპატიო ადამიანმა. აი იმ იგავს ვიტყვი, რაც მოყვა, ასე ვთქვათ, საუბარს მაცხოვარსა და პეტრე მოციქულს შორის, როდესაც მაცხოვარმა უპასუხა, რომ 77 ჯერ მიუტევეო. მაცხოვარი შემდგომ იგავს მოუთხრობს მოციქულებს და ეს არის იგავი იმ მეფის შესახებ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ანგარიში გაესწორებინა თავის მონებთან. ეს იგავი ყველამ ვიცით, მაგრამ კიდევ გავმეორდები და ვიტყვი ამის შესახებ, რომ როდესაც მივიდა მასთან მონა, რომელსაც ემართა ღმერთისადმი, ამ შემთხვევაში მეუფე ღმერთი არის, 10,000 ტალანტი. და შევედრა მთელი თავისი გულით ფეხებში ჩაუვარდა, რომ მაპატიეო და როდესაც დრო დადგებაო, გადაგიხდიო ამ ყველაფერსო. მეფემ მას ყველაფერი აპატია. მაგრამ როდესაც გამოვიდა მეფისგან, შეხვდა მას სხვა ადამიანი. ამ შემთხვევაში მას იმ ადამიანს ემართა ამ პიროვნების და საუბარი არის 100 დინარზე. და დახრჩობა დაუწყო ამ ადამიანს. და საპრობილეში ჩაგდო. ისიც იგივენაირად შევედრა, რომ ყველაფერს მოგცემო, ოღონდ დრო მომეციო. და საპრობილეში ჩააგდო ეს ადამიანი. როდესაც ამ ყველაფრის შესახებ გაიგეს უფლის მონებმა, უთხრეს ეს ყველაფერი მას და შეწუხდნენ ამ ყველაფრის გამო და ეს ადამიანი ჩააგდეს საპრობილეში, სანამ არ გადაიხდის უკანასკნელ კოდრატამდე, ესე სანამ ბოლომდე მთლიანად არ გადაიხდისო. ეხლა ჩვენ რომ ამ სიმბოლიკას გადავავლოთ თვალი, ჯერ ზოგადად მოდი შევადაროთ 10,000 ტალანტი და 100 დინარი ერთმანეთს, ეს არის მილიონჯერ მეტი არის 10,000 ტალანტი 100 დინარზე. აქ არის საუბარი სწორედ იმასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნეთ, რომ ღმერთის წინაშე ჩვენ რამდენი ვალიცა გვაქვს, ანუ რამდენად დიდი არის ეს ცოდვები ჩვენი ჩადენილი ღმერთის წინაშე, ის ვერ შეედრება ვერაფერს, რაც არ უნდა ცუდი გაგვიკეთოს ადამიანმა. ვერანაირად ვერ მივაახლოსაც. და ამ დროს ჩვენ ამ ადამიანებსაც რო არ ვპატიობთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ღმერთის მოწყალებას უარყოფთ ჩვენს მიმართ, ანუ ღმერთის მიერ გამოვლენილ მოწყალებას ჩვენ ვიცილებთ საკუთარი თავისგან და რას ნიშნავს ის, რომ ეს ადამიანები უფლის მონები შეწუხთნენო. ეს არის წმინდანებზე საუბარი, რომლებსაც ასევე, ასე ვთქვათ, უარყოფითად ძალიან ისე უხეში ნათქვამი არის, მაგრამ ისე განვაწყობთ ჩვენს მიმართ, რომ ჩვენ მოწყალები არა ვართ, ამ დროს წმინდანებს გვინდა შენ შევთხოვოთ, რომ იყვნენ ღმერთი იყოს მოწყალე ჩვენს მიმართ და ვევედრებით სოდვათა შემწეობისათვის. მთელ ზეციურ სამყაროს განაწყობს საკუთარი თავის მიმართ, სიმბოლურად განაწყობს სიტყვას უარყოფითად, ხო? ანუ
მთელ იმ წყალობას, რაც ზეციდან უნდა მიიღო, უარყოფ. ამ დროს ძალიან ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი და საკუთარი სული გაქვს გადასარჩენი და აი ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ადამიანები, რომ საკუთარი სული გვაქვს გადასარჩენი, ძალიან ბევრი ცოდვა არის ჩამოცაცილებელი და სინანულიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეს, მაგრამ ვერ შევთხოვთ ღმერთს ცოდვათა მოტევებას და პატიებას, თუ ჩვენ არ ვპატიობთ სხვებს და არ ვიქნებით მოწყალეები და ერთ სიტყვით წმინდა იონე ოქროპირი ამბობს, რომ არაფერი ესე არ გვაახლოვებს ღმერთთან და არ გვამსგავსებს ღმერთთან, როგორც მოწყალება. დიახ. აი მამაცოდნე ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა კითხოთ, აი გვაქვს ეს თვისება ადამიანებს ცუდი, რომ არ გვიყვარს და გვეთაკილება ბოდიშის მოხდა ზოგადად ადამიანების მიმართ. კიდევ უფრო ცუდი და უარესი შემთხვევა ვითხოვთ ბოდიშის მოხდა სხვა ადამიანისგან, რომ აი მომიხადოს ბოდიში და მხოლოდ ამის შემდეგ ვაპატიებ. რამდენად გვაქვს ამის უფლება, რამდენად არის საჭირო, რომ ადამიანები ერთმანეთს ბოდიშით მოვუხადოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს და შესაძლებელია თუ არა ეს ქცევაში გამოხატული იყოს მხოლოდ და ამას დავჯერდეთ და შევძლოთ რომ ვაპატიოთ. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვაპატიოთ, როდესაც პატიებას გვთხოვენ. წმინდა მაქსიმე აღსარებელი ამბობს, რომ შენ თუ სხვა ადამიანის მიმართ მრისხანებას განიცდი და ამ მდგომარეობაში ხარ, შეუძლებელია ღმერთთან მშვიდობა გქონდეს. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკუთარი იმ ადამიანისთვისაც მნიშვნელოვანი, ვინც თქვათ რაღაც დანაშაული ჩაიდინა, რომ ბოდიში მოიხადოს და შენდობა ითხოვოს. ასევე იმ ადამიანსაც რა თქმა უნდა უადვილებს პატიებას, თქვათ, ვინც აი ამ ვის მიმართაც არის ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ჩვენ ამას კი არ უნდა ველოდოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ვიყოთ მოწყალებითი განწყობით ყველა ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. ჩვენ რამეს ვიმსახურებთ ღმერთისგან? ღმერთი ჩვენი გულისთვის ჯვარს ეცვა. ჯვარცმის დროსაც არ უარუყია ღმერთს ადამიანის ხსნა და ამ ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრიობა. ამიტომ ღმერთს მივემსგავსოთ და ვიყოთ მოწყალეები. ხო, მამაცოდნე, სწორედ რომ ისინი ვინც თქვათ ჩვენს წინაშე გარკვეული ქმედება ჩაიდინეს ჩვენთვის მიუღებელი, ლოცვით ვაპატიოთ მას და როდესაც ლოცვაში იხსენიებ თავისთავად ეს განწყობა, რომელიც თავდაპირველად გაჩნდა შენს გულში, გონებაში და ასე შემდგომ, თითქოს უკან იხევს და თანდათან თუ სიყვარული არა, ყოველ შემთხვევაში თანაგრძნობა გიჩნდება უკვე იმ ადამიანის მიმართ და შენც თავისუფლდები და გონია რომ ამით მასაც ათავისუფლებ ფაქტობრივად. დიახ, დიდი მადლობა, აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ. ყველაზე მეტად ალბათ მაშინ ხდება ადამიანი რომ გულით აპატია, შეიძლება შენ გეგონოს რომ აპატია, როცა ამ ადამიანის მიმართ შენ შეგიძლია ამ ადამიანისთვის ლოცვა. და თუ არ შეგიძლია, აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, მაინც უნდა ილოცო და ამ ლოცვა შეუძლია მისი განკურნებაც და შენი სულის განკურნებაც და ამ რისხანებისგან გათავისუფლებაც. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოდნე ჩხეიძე.